რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, როგორც თავად განმარტავენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ინდივიდუალურად შეუძლიათ დაიწყონ ასეთი გამოძიება, მაგალითად საფრანგეთს, რომლის მოქალაქეც არის ბიძინა ივანიშვილი და ასევე განმარტავენ იმასაც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებს შეუძლიათ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დაიწყონ გამოძიება. მეორე ვარიანტი არის ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ან საზოგადოების მიმართვის საფუძველზე დაიწყოს უკვე ეს მოკვლევა. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას ასახელებენ, ესეთია მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია და ასევე ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი და როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ისინი ყველა მიმართულებით მუშაობენ და აგროვებენ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებში წარსადგენად. საერთაშორისო გამოძიება შეიძლება ჩაატარონ ინდივიდუალურმა სახელმწიფოებმა, ცალ-ცალკე რომელიმე დასავლეთის სახელმწიფო, მაგალითად ეს შეიძლება იყოს საფრანგეთი, იმიტომ რომ ივანიშვილი არის შეგახსენებთ პარალელურად საფრანგეთის მოქალაქე. ეს დანაშაული, რომელიც დიდი ალბათობით ჩაიდინა ივანიშვილის რეჟიმმა, არის ექსტრატერიტორიული დანაშაული, უმძიმესი კონვენციური დარღვევა, რომლის გამოძიების უფლებამოსილება ინდივიდუალურ ქვეყნებს, მათ შორის საფრანგეთს, რა თქმა უნდა, გააჩნია. მეორე შესაძლებლობა, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური საგამოძიებო უფლებამოსილებები. ეს არის კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს არის მაგალითად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისი. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ყველა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პასუხისმგებლობა დადგეს, რაც შეიძლება სწრაფად და ეს პასუხისმგებლობა იყოს რაც შეიძლება მძიმე. პრეცედენტია ევროპის ტერიტორიაზე, ევროპის სახელმწიფომ საკუთარ ხალხს, დემონსტრანტებს, პოლიციელებს, იმ ბავშვებს, რომლებიც იქ სკოლაში დადიან, მოსახლეობას, რომელიც იქ ცხოვრობს, აი ესეთი ქიმიური პრეპარატის გამოყენებით მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, რომელზედაც არის საუბარი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ თვითონ ქართული ოცნების ინტერესებშიც იქნება, თუ მათ რაიმეს იმედი აქვს, რომ ნამდვილად არ გამოუყენებიათ ეს ნივთიერება, რომ ასეთი გამოძიება ჩატარდეს. თუ ამაზე ისინი უარს იტყვიან, ეს იქნება პირდაპირ მტკიცებულება და დამტკიცება იმის, რომ მათ ნამდვილად გამოიყენეს აკრძალული პრეპარატები. თუმცა ასევე მეორე გზა არის თავად რეჟიმის მიერ დაანონსებული სარჩელი BBC-ს წინააღმდეგ, სადაც მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ამას იზამენ, აქ არის შესაძლებლობა იმისა, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, იმიტომ რომ მათ ამ შემთხვევაში მოუწევს სასამართლოსთვის წარდგენა ყველა იმ დოკუმენტების, ისევე როგორც იმ ნივთიერების, რომელიც მათ შეურიეს წყლის ჭაობს და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ისინი საბოლოო ჯამში უჩივლებენ BBC-ს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გაასაჯაროონ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ერთი წელია საკუთარ ხალხს უმალავენ. ევროპარლამენტში კი განგაში სიგნალია ჩართული, ევროპელი პოლიტიკოსები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დროულად გააკეთონ განცხადება ქიმიური იარაღის სკანდალზე და ამ განცხადებას მოაყოლონ ასევე რეაქციაც. 15 დეკემბერს არის ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში პირველი დიპლომატების შეკრება და ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პირველ დიპლომატებს, რომ საქართველოს საკითხი დადგეს დღის წესრიგში.